ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკანონმდებლო ორგანოსთან, ვიმყოფებით კონკრეტულად ქაშვეთი არის ჩემ წინ, ქაშვეთის ეკლესია, ხოლო უკან თქვენ ხედავთ რუსთაველის გამზირს, რომელზეც შეკრებილები არიან საქართველოს მოქალაქეები, არიან სხვადასხვა მარშის მონაწილეები, რომლებიც დღეს 19 საათზე უკვე საბოლოოდ შემოუერთდნენ აი ამ საპროტესტო ტალღას. ხედავთ ასევე პირველ სკოლას, სადაც ასევე იმყოფებიან მოქალაქეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, სხვადასხვა ბანერებით და ისინი აპროტესტებენ მმართველი გუნდის პოლიტიკას. მე მოგიყვებით მარშების შესახებ, ანა, რომელიც შენახსენე, სწორედ ერაზმუს პლუსის მარშზე მოგიყვებით და ასევე ომის ვეტერანების მარშზე, რომელსაც ჩვენ მოვყვებოდით. გეტყვით იმას, რომ ერაზმუს პლუსის მარშზე ძირითადად იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მმართველი ხელისუფლების ამ პოლიტიკას შეუძლია ჩაახშოს სწორედ ის დასავლური ხმები, დასავლური განათლება, რომელიც მათ მიიღეს დასავლეთში. ბევრმა გვითხრა, რომ ერაზმუს პლუსით მარტში მიემგზავრება უკვე და ძალიან არის გახარებული, თუმცა ეშინია, რომ შემდგომში შეიძლება ეს პროგრამა აღარ არსებობდეს საქართველოში და ისინი გამოვიდნენ აქ, რათა გააპროტესტონ მმართველი გუნდის პოლიტიკა, ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გახდეს და ამისთვის ქართულმა ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს. ჩვენ ვესაუბრეთ ახალგაზრდებს, რომლებმაც თქვეს, რომ მომავალი თაობა სწორედ მოესწროს ევროკავშირს, ასევე მათ ბებიებზე და ბაბუებზე გვესაუბრნენ, გვითხრეს, რომ ძალიან უნდათ, რომ ღირსეული სიბერე ჰქონდეთ მათ საქართველოში და სწორედ ამისთვის იბრძვიან. ისინი სწორედ ამას ამბობენ აქ მოსული ახალგაზრდები და ასევე ომის ვეტერანებზეც გეტყვით ორიოდე სიტყვას, როდესაც ისინი წამოვიდნენ უკვე ისინი შეიკრიბნენ ჯერ თავდაპირველად გმირთა მოედანზე და შემდგომ უკვე წამოვიდნენ რუსთაველის მიმართულებით, ახლაც ისმის შეძახილები საქართველოს გაუმარჯოს და სწორედ ასე გამოხატავენ აქ მოსული ხალხი თავის პროტესტს, ამბობენ, რომ არიან პატრიოტები, რომ ძალიან უყვართ სამშობლო და ამის დასტურად გუშინდელ დღესაც იხსენებენ, როდესაც გამოსული იყო ხალხი და სხვადასხვა ტრადიციული ცეკვებით, სიმღერებით გამოუძღვა, ასე ვთქვათ, ხალხი უკვე რუსთაველის გამზირისკენ და სწორედ ასეთი იყო გუშინდელი საპროტესტო მსვლელობა, თუმცა ომის ვეტერანებს თან ხელში ჰქონდათ გიორგი ანწუხელიძის საქართველოს ეროვნული გმირის დროშა და ამბობდნენ, რომ გმირულად დაღუპული სწორედ ასეთი გმირების გამო ღირს, რომ საქართველოს კვლავ იბრძოლოს და არ დანებდეს. ასევე ჩვენ ვესაუბრეთ მათ, ვინც იცნობდა გიორგი ანწუხელიძეს, ისინიც ძალიან კარგად იხსენებენ ამ პიროვნებას და ამბობენ, რომ სწორედ ასეთი გმირების გამო არის ის, რომ დღეს საქართველო არის ქართველებთან ერთად და სურთ, რომ სწორედ ასეთი გამთლიანებული საქართველო იყოს საბოლოოდ. ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ მოვისმინოთ სწორედ ის კომენტარები, რაც დღეს ჩვენთან აქციის მონაწილეებმა გააკეთეს და შემდგომ უკვე შემოგიერთდებით. თავისუფლება ადამიანის თანდაყოლილი თვისება, თუ რავი, როგორ თქვა, ვიბადებით თავისუფლები. შესაბამისად, ვერავინ ვერ წაგვართვევს, ვერც ბიძინა, ვერც რუსი. ვითხოვთ თავისუფლებას, ვითხოვთ თავისუფალ არჩევნებს, დიდება გმირებს. გიორგი ანწუხელიძე იყო ჩემი სოფლელი. მე მისი მწვრთნელი ვარ, გიორგის და ის იყო კერპი და გაუწეხელი. და დღევანდელი ახალგაზრდობა საეგეცები არიან კერპები და გაუწეხელები და ბოლომდე უნდა იბრძოლოთ თავისუფლებისათვის, რომელიც წართმეული გვაქვს ძროებით, მაგრამ უახლოეს მომავალში დაბრუნდება ეს ყველაფერი. გაუმარჯოს გიორგი ანწუხელიძეს, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ აი ამ ადამიანს, რომელიც აწამეს ცხინვალში, აი ამ ადამიანის სიცხს ბუჭად არ ჩაუვლია და ამაზე ყველა პასუხს აგებს. ვეტერანები და მებრძოლები ბოდის არ იხდიან მოსისხლე მტრების წინაშე. აი ამ კაცის საპატივსაცემად. აი ამ კაცებს ყველა პატივს. დიდება გმირებს, ვეტერანები ბოდის არ იხდიან. არავისთან, მით უმეტეს მტრებთან. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სამჯერ ვისარგებლე ერაზმუსის სტიპენდიით. ეს არ არის მხოლოდ არ შეეხება არც ერთი პროტესტი, მხოლოდ ერაზმუს, მხოლოდ განათლებას, ეს არის ზოგადად ქვეყნის საგანგაშო ტირანიული რაღაც აი უზურპაციული ძალაუფლების მმართველობის პროტესტი, რაც აბსოლუტურად ყველა სფეროს შეეხება და აბსოლუტურად ყველას დააზარალებს. ჩვენ გვაქვს ახლა ტენდენცია არის ძალიან საგანგაშოდ რეგრესული, ყველაფერი ხდება მიდის უკან და უკან, შესაბამისად ნებისმიერი ნიშნით გაერთიანებული ადამიანები ვაპროტესტებთ
ამ თვითგამოცხადებული მთავრობის გადაწყვეტილებებს, მათ იგნორს ჩვენი პროტესტის მიმართ, მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ვადამდელ არჩევნებს, მოვითხოვთ ამ რაღაც საშინელი კანონების გაუქმებას. ჩვენ ვართ ერასმუსის სტუდენტები, რომლებიც ვითხოვთ განათლებას ევროპულ ქვეყნებში, ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. ანუ მარტო მე თუ არა, უნდა ვიზრუნოთ მომავალ თაობებზეც, მომავალ ასე ვთქვათ, ვისაც უნდა მონაწილეობის მიღება ერასმუსის პროგრამაზე რა, ანუ დავუშვათ მე თუ მივდივარ და სხვა თუ არა, ის იმას არ ნიშნავს, რომ ამით პრობლემა გადაჭრილია. ერასმუსი ფაქტობრივად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულია. თუ ჩვენ ევროპაში არ შევალთ ერასმუსი ასე ვთქვათ, აღარ იქნება საქართველოში, რაც დიდი საფრთხეა მაგათად ახალგაზრდებისთვის და ჩვენთვის, რომ ვერ მივიღებთ განათლებას და არა მარტო განათლებას, იმდენი მეგობარი შევიძნე და იმდენი რამე გამოცადე კულტურული კუთხითაც, მგონია, რომ ამ მხრივ ძალიან დიდი საშიშროება გველის. საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან კვლავ გრძელდება. აქ შეკრებილები არიან მოქალაქეები და კიდევ ემატებიან. გეტყვით იმას, რომ დღეს საკმაოდ ბევრი მარში იყო დაგეგმილი და ბევრი მარში ჩატარდა, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიყარა სწორედ მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან. ახლა მოქალაქეები უკვე ელოდებიან მთავარ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა მოვიდეს აქ და სიტყვით მიმართოს მათ. გეტყვით იმას, რომ ბოლოს მარშზე უკვე მოვიდნენ კახელები და ქიზიყელები, რომლებიც მარშით შემოუერთდნენ აქ მყოფ სხვა მოქალაქეებს, ასევე ომის ვეტერანები და ერაზმუს პლუსის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები თუ ახალწეულები და ისინი ერთად ამბობენ, რომ აქვთ ორი მთავარი მოთხოვნა, რაც სხვა მოქალაქეებსაც აქვთ, კონკრეტულად კი ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება და ასევე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება. ჩვენ ვრჩებით ადგილზე, ახლა კადრშიც განახებთ, თუ რა ვითარებაა, აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანად, არანაირ ინციდენტს ამ დრომდე არ ჰქონია. ადგილი აქ შეკრებილები არიან მოქალაქეების სხვადასხვა ბანერებით, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით. მაგალითად გეტყვით ბანერებს, რომელიც მოტანილი ჰქონდათ ომის ვეტერანებს. ეს იყო მაგალითად ვეტერანები თავისუფლებისთვის დიდება გმირებს, ნაომარი ქალაქი ბოდიშს არიხდის და ასე შემდეგ. ასევე ძალიან ბევრი ბანერი არის როგორც ყოველთვის ამ საპროტესტო აქციებზე. უკვე 25 დღეა, რაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ამ საპროტესტო აქციებს არ ყავს ორგანიზატორი თავად ხალხია და ამბობენ, რომ ისინი არ დაიღლებიან და იქამდე იდგებიან აქ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ახლა შეგიძლიათ თქვენც კადრში რომ ნახოთ რუსთაველის გამზირი, სადაც მიმდინარეობს კვლავ საპროტესტო აქცია. ბექას ვთხოვ, რომ განახოთ სწორედ კადრი საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც მიმდინარეობს სწორედ საპროტესტო აქცია. შეკრებილი არის აქ ხალხი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, სხვადასხვა ბანერებით და ისინი ერთმანეთში საუბრობენ, განიხილავენ დღევანდელ მდგომარეობას, მიმდინარე მოვლენებს და აქ ყველა თანხმდება იმაზე, რომ არის ორი მთავარი მოთხოვნა, ახალი არჩევნების ჩატარება და მეორე მოთხოვნა არის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება. ჩვენ ვრჩებით კვლავ ადგილზე. შეგიძლიათ ნახოთ თუ რა ვითარებაა, ხედავთ რომ მშვიდობიანად მიმდინარეობს აქცია. სამართალდამცველები მაგალითად როგორც ახლა მე ვხედავ არ არიან ჭიჭინაძის ქუჩაზე, თუმცა არ ვიცი კონკრეტულად მაგალითად 9 აპრილის ქუჩაზე რა მდგომარეობა, თუმცა ამ დღეების განმავლობაში ამ ქუჩებზე როგორც ყოველთვის არ არის ხოლმე საპოლიციო ძალები არიან აქციების მიმდინარეობის დროს, მაგალითად როდესაც მარშები მოდის ხოლმე საქართველოს პარლამენტთან და საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება და აქ კიდევ ემატება ხალხი.